მოგესალმებით. დღეს მესტიაში ლიღნვარია, გილოცავთ ყველას. ლიღნვარი, ანუ საღვთო უფლის საღვთო დღესასწაული. თანაფიდან, ანუ აღდგომიდან ვიდრე ამაღლებამდე, ამის წინებზეც მოგახსენეთ, სვანეთში მუდმივად იმართება საუფლო საღვთო დღესასწაულები. ლიღნვარი და რატომ ჰქვია მას? ასომთავრული ანბანი და ზოგადად ქართული ანბანი ყველასთვის ცნობილი ფაქტია და შესაბამისად ანიბანიგანი როცა ვამბობთ, ეს იხსნება მხოლოდ და მხოლოდ სვანური ენით. ღანი არის ესეთი საუფლო დღესასწაული. ანუ ასომთავრულში ძღ-ასოს სწორედ ღანი ჰქვია. ჩვეულებრივ ქართულ ენაში იკვეცება ხმოვნები ა და ი და გვრჩება ღნ. ღნ სვანური ყოფითი ცხოვრებისათვის საღვთო დღესასწაულის დამახასიათებელი თვისებაა. აი დღეს ფუსტის საღვთო ღნ არის. ამიტომაც მას ლიღნვარის უწოდებთ მესტიელები. თანაფიდან, მე მოგახსენეთ, თანაფიდან ვიდრე აღდგომა, თანაფ, ამას წინაც გაგიმარტეთ, თანაფ, ანუ თვალთ განათდაო, თანაფხარ, აფხაზეთიც აქედან მოდის, თვალთ გაუნათდათ. ეს სახელწოდება ზოგადად ჩემი მოგონილი არ არის, სვანური ენა ამას ყოველივეს ესე განმარტავს და ბუნებრივია ნებისმიერი სვანისათვის ეს ცნობადი ფაქტია. რაც შეეხება კვეცენს, რომელიც და სანამ ბოდიშით, სანამ კვეცენამდე გადავალ, მანამდე სწორედაც ღნ. ანუ ამ დღეებში სწორედაც ღვინოზე იყო საუბარი, რომ თურმე აი ამერიკის წამყვანი სამეცნიერო სისტემას აღიარებია, რომ საქართველო ღვინის 8000 წლიანი სამშობლოა. ღვინოც სწორედ ღნიდან მომდინარეობს. ლიღვლაე, ანუ მუხლის ჩოქის მოყრა უფლის წინაშე. ლიღვნე, ანუ დაფიცება. იგივე არის ანბანზეც. ანბანი აფიცებს, ლიღვნე ვიფიცებ და ასე შემდგომ. ნახეთ, სად არის ხო? პირობითად ლაზარეს წარმოჩინება, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ლაზარე უნდა აღდგეს. რაც შეეხება ხორბალს. ხორბალზეც იყო ამის წინებზე და მას სვანები კვეცენს ეძახიან, უცებ დავესესხები უდიდეს ბიოლოგს, ბატონ ნიკო კეცხოველს, რომელიც ბრძანებს და არაერთხელ მithქვია და გამიმეორება, მე ეს ციტირება, გამიმეორებია ეს ციტირება, მე ნიკო კეცხოველი ბრძანებს. მე მეუბნებოდნენ, რომ სვანეთში მარტო ქერი მოდისო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მე სვანეთში 14 სახეობის სხვადასხვა ხორბალი და მათ შორის შავი დიკა ვნახეო. შესაბამისად გამოდის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პურიდან, ანუ კვეცენ ხორბალს, რომელსაც ვეძახით, სვანეთში 3 სხვადასხვა ძირითადი სახეობის პური მოდიოდა. ჩვენ ხო სამებით ვართ. უფალი ღმერთი, ძე ღმერთი, სული წმინდა. ეს რეალურ ცხოვრებაშიც ასე არის. სვანურ ქუდზეც ესე არის გამოხასახული. უფალი ღმერთი სტარვინის ფორმით, ანუ ჯვრით არის გამოსახული. მერე არის ამ ქვეყნიური სამყარო და მერე არის იმ ქვეყნიური სამყარო. სვანები ძალიან კარგად ამბობენ მასზე, ამბობენ ჟიბებუას, დამაბუას, ეჩაბუას, ანუ ზესკნელი, ამსკნელი, ანუ აქაური სამყარო და ქვესკნელი, ანუ საუფლო მხარე. შესაბამისად, სწორედ ასევე არის კვეცენზეც წარმოდგენილი. კვეცენზე, რომელსაც ხორბალს ვეძახეთ. აი ნახეთ, 3 სახეობა არის კვეცენიდან წარმომდგარი სვანურყოფით ცხოვრებაში. პირველი ეს არის საღვთო პური,
რომელსაც ლემზირებს ეძახიან, ანუ მომზირალი არის ზეცისკენ და ძირითადად სწორედ აღევლინება ესეთი. აი მაგალითად დღეს ფუსტის საღვთო დღესასწაული ლიღნვარი არის და ზემოდან პურს ესეთ ჯვარს გადასახავენ ხოლმე. ესეთივე იგივე მეორდება ახალი წლის წინა დღეს, რომელსაც შეშხვამს უწოდებენ სვანები, რომელსაც კალანდას უწოდებენ და თურმე კალანდაო ბერძნული თუ რომაული არ ვიცი მე, ზოგადად მეცნიერები ესე ამბობენ, რომ თურმე კალანდა რომაული თუ ბერძნული სიტყვაა და არა გენაცვალეთ, კალენ არის კანონი, რომელიც კა-ფიქალ ქვაზე იწერებოდა. არც შუმერების არ არის, არც არავისი არ არის, ეს არის უშუალოდ სვანური. თუ ვინმეს მაგაზე სადებატო თემა გაუჩნდება, შეუძლია ებატოს სვანურ ენას და შესაბამისად, რა თქმა უნდა, წარმოჩინებაც იგივე გახდება. რაც შეეხება აი ამ პურს, რომელსაც კვეცენს ეძახიან სვანები, პირველი არის ლემზირები, მეორე არის საერო პურები, ანუ ამ ქვეყნიურისთვის დამახასიათებელი და ძირითადად უამრავ სახეობას მოითვლიან, ლუკნე, კვეცენ, კვახ და ასე შემდგომ. მოითვლიან აი ამ საერო პურს და ასევე არის როდესაც მიცვალებულისთვის აცხობენ პურს. ამას ქვია ტადიარ, ქაბაბ და ასე შემდგომ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პურის და იგივე თუნდაც ღვინის სახელწოდებაც უშუალოდ მომდინარეობენ სვანური ენიდან. იმიტომ რომ ღვინოს ჭურში ვაყენებთ, კიდევ სხვა თემა არის, ჭურზე როცა ვსაუბრობთ. ჭურიც უშუალოდ სვანური სიტყვაა და როდესაც ესეთი როგორც დღეს მაგალითად ლიღნვარი არის მესტიაში და ესეთი ხდება ხოლმე, აი მაგალითად უთნაფოში არის იელიში, ამის წინ იყო მოგახსენეთ რომ ლატალში ფუსნათვეთნი ყანილი თვალ არის და როდესაც აი ამ საუფლო დღესასწაულებში მიცვალებული იყო დასვენებული სოფელში, მაშინ სვანები ადგებოდნენ, ქვიშას მოიტანდნენ და ამ მიცვალებულს ქვიშაში ჭურში ინახ, რომ სოფელს ლოცვის მსვლელობა არ მოშლოდა. ეს ჩემი მოგონილი არაფერი არ არის. ეს ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრება იყო სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, შემოგრჩა და დღეს თუ ძალიან უცხოდ ვინმეს ეჩვენება, აი ასაკოვანი სვანები ჯერ კიდევ არსებობენ, რომლებიც სწორებადაც რომ განგვიმარტავენ მიცვალებულს სვანები ქვიშაში ჭურში ინახდა, არასდროს მიცვალებულს ლახვამ სალოცავში არ დააბრძანებდნენ, როგორც ეს დღეს ხდება და ეს, რა თქმა უნდა, უცხოა სვანეთისათვის, იმიტომ რომ სვანეთი დღემდე პატივს სცემს და ეთაყვანება სწორედ იმ ღვთაებებს, რომლებიც შემდგომ ბიბლიის შემდგომ განმეორება ჰპოვეს, თუნდაც იგივე ბერძნულში, თუნდაც იგივე რომაულში და ამის წინაც მოგახსენებთ, არასდროს სვანები ღვთაებებს წმინდანებად არ აქცევენ, ანუ არ ჩამოაქვეითებენ და ეს დღესასწაულებები ფუსტმა ინებოს და კიდევ გაგრძელდეს ისე, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ მართლაც ისე გაითავისოს ეს ყველაფერი, როგორც ეს ჩვენს სულმნათ წინაპრებს ჰქონდათ. მადლობთ, უღრმესი მადლობა და ბოდიშს გიხდით შეწუხებით.